გამარჯობა, გომორძგვა ხოჩალადეხ. პირველი ვიდეოს შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ, ანუ ჭირდება თუ არა გასტროსკოპიის გაკეთება. მეორე ვიდეოს შემდეგ თქვენ იცით როგორ უნდა მოემზადოთ გასტროსკოპიისთვის, ხოლო ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ თუ რა კვლევა არის საერთოდ გასტროსკოპია. როგორ გავიკეთოთ დაძინებით თუ დაძინების გარეშე, რას უნდა მოველოდოთ კვლევის დროს თუ დაძინების გარეშე ვიკეთებთ და შემდეგ კვლევის მერე როგორ უნდა მოვიქცეთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს სამედიცინო კვლევა არის გასტროსკოპია, ამიტომაც უნდა შეარჩიოთ კლინიკა, სადაც არის თანამედროვე აპარატურა. რაც უფრო ახალია აპარატურა, მით უფრო ბევრი სნახვის შესაძლებლობა ექნება ექიმს. და რა თქმა უნდა, მეორე ექიმსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თვალი ხედავს იმას, რასაც რაც ტვინმა იცის. ამიტომ ექიმს აქვს განსხვავებული მნიშვნელობა. თუ შეიძლება ცუდი უახლესი აპარატურით გააკეთოს ექიმმა, მაგრამ ცოდნა თუ არ აქვს, შეიძლება ეგ რასაც დაინახავს ვერ გაიგოს, რას ხედავს და თქვა ნორმად ჩათვალოს და გააგრძელოს. ან ვერ მიხვდეს რასაც ხედავს, ხო? ამიტომ ექიმსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მოიკითხეთ ინტერნეტში, ნახეთ აპარატურაც, ექიმი ვინ არის, რა გამოცდილება აქვს და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება პატრა დეტალებს. ეხლა რაც შეეხება თვითონ კვლევას, გასტროსკოპია არის სამედიცინო კვლევა, ყველაზე აი სამედიცინო კვლევებს შორის ჩემი აზრით ყველაზე უსიამოვნო კვლევა არის გადასატანად, ყველაზე რთული. და რატომ? ჩვენ ვიკვლევთ ხოლმე როგორც წესი გასტროსკოპის მეშვეობით, ანუ ზონდი ყველა მიცით, ხო? თვითონ ზონდი არის 1 მეტრა სიგრძე, რომელიც ჭირდება გამოსაკვლევად და სანტიმეტრი არის დიამეტრში, ანუ ჩემთვიძე წვრილი. ეს იმ ლუკმაზე წვრილია, რასაც ჩვენ ყლაპავთ ხოლმე, რა ყოველდღიურად საჭმელს როდესაც ჭამთ. მაგრამ ზონდი როგორც წესი ამ ზონდს ჩვენი ორგანიზმი აღიქვამს როგორც უცხო სხეულს, ამიტომ ცდილობს რომ ამოაგდოს, გამიგეთ, ამიტომ გულისრევის შეგრძნება გექნებათ, ხო? და თითქოს შეგრძნება თითქოს რაღაცმა გაჩხერილი, ხო? იცით ყველამ რომ როდესაც თქვათ ერთი ფიჩხა პურის ნაჭერიც რომ გადაგცდეთ, შეიძლება გეგონოთ რომ აი რაღაც დიდი რაღაც გადამწდა და უნდა ამოხველება და ასე შემდეგ, ხო? და აქ არის 1 სანტიმეტრიანი ზონდი, რომელიც არის კვლევის განმავლობაში 3-4 წუთი თუ გრძელდება კვლევა, ხო, გექნებათ აქ თითქოს და რაღაც გაჩხერილი დიდი რაღაცა. ეს შეგრძნებები შეიძლება გქონდეთ კვლევის დროს, გულისრევის შეგრძნება და რაღაცა უცხო სხეულის შეგრძნება ყელის არეში. მგრძნობელობა, როგორც ვიცით, აი მხოლოდ აქ არის, ამის ქვეშ უკვე საყლაპავი კუჭი 12 გოჯანაწლავის ლორწოვანზე ტკივილის რეცეპტორები არ არსებობს, არ არის და ამიტომ ტკივილს ვერ იგრძნობთ, ვერაფერს ვერ იგრძნობთ, მხოლოდ აქ იქნება დისკომფორტი, აი ყელის არეში. თვითონ კვლევის დროს ჩვენ ვიკვლევთ რას? ჩვენ ვნახულობთ საყლაპავს თავისთავად, კუჭს ვნახულობთ თავისთავად და ასევე 12 გოჯა ნაწლავს. 12 გოჯა ნაწლავს, რომელშიდაც ჩამოდის ნაღველი. კიდევ ერთ ახსნი მაგ სიტუაციას აინახეთ, ღვიძლი გამოიმუშავებს ნახველს, ეს ნაღველი ჩამოდის მე საერთო სანახლის ადინარში, რომელსაც უერთდება გვერდიდან ნახლის ბუშტი, სადაც ხანდახან ინახება ხოლმე ნაღველი და ეს საერთო სანახლის ადინარი მე შემდეგ უერთდება 12 გოჯა ნაწლავს, რომელშიდაც ჩამოდის ეს ნაღველი და ეს ნახლის წვენი ამუშავებს საკვებს კუჭის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს და შემდეგ ეს ყველაფერი მიდის უკვე წვრილ ნაწლავში გადადის. აი ჩვენ ნახულობთ აი ზუსტად იმ ადგილს, სადაც ნაღველი ჩამოდის 12 გოჯა ნაწლავს. კიდევ რა შეიძლება, ხო, უკვე ჩამოვყალიბდით, ხო, რას ვიკვლევთ და კვლევა როგორაც ტარდება. როგორც ეხლა უნდა ჩამოვყალიბდით იმაზე, გავიკეთოთ როგორ დაძინებით თუ დაძინების გარეშე. პირველი ვიტყვი, დაძინების გარეშე ახსნი როგორ კეთდება ეს კვლევა, ხო? როგორც გითხარით ამ პაციენტის მდგომარეობა, პაციენტი დაწვება მარცხენა გვერდზე, თავის თავს აი ეს ჩაეხუტება, კბილებს შორის სპეციალური დამცავი მოთავსდება, რომელიც კბილებით უნდა დაიჭიროს პაციენტმა, რათა აპარატი არ დაზიანდეს, ხო? ასე დაიკავებს ამას კბილებით და შემდეგ ვიწყებთ კვლევას, ხო? ექიმი შეყავს ზონდი პირიზურში, გადადის აი აქ ყელის არეში. აი აქ არის ყველაზე რთული მომენტი, როდესაც პაციენტმა, იმიტომ რომ საყლაპავი არის დახურული, დაკეტილი არის, პაზმირებულია და არის სასუნთქი, ანუ ხორხის უკან მდებარეობს, ხო? სასუნთქი გზების უკან არის, ხო? ამიტომ ჩვენ ხორხის უკან უნდა ჩავმივიდეთ, დავადგეთ აი იმ საყლაპავს ასე თავზე, ჩვენი ზონდით და მაშინ პაციენტს უნდა მოვთხოვოთ, რომ გააკეთოს ყლაპვა.
აი თქვენ შეიძლება ვერაფერი ვერ გადაყლაპოთ, ამ ნერწყვი ვერ გადაყლაპოთ, მაგრამ მაგით ნუ შეგეშინდება. თავარია ყლაპვა გააკეთოთ, რომ საყლაპავი მოდუნდეს და ჩვენ აი გადავძვრეთ საყლაპავში და გავაგრძელოთ კვლევა. ეს არის ყველაზე ისეთი რთული მომენტი. როდესაც გადასატანად, ხო? აი, როდესაც იქ გადავალთ უკვე საყლაპავში, თქვენ უკვე ყლაპა პაციენტმა უნდა დაივიწყოს და მხოლოდ სუნთქავს. მხოლოდ სუნთქავს, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. შვიდათ უნდა იყოთ და უნდა ისუნთქოთ. ზიანი არანაირი არ მოგადგებათ. ამ კვლევისას ეს უსაფრთხო კვლევა არის, შეიძლება ითქვას, ძალიან მინიმალური გართულებებით, ამიტომ უნდა ისუნთქოთ, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შვიდათ იყავით, ხო? მხოლოდ აქ ექნება დისკომფორტი, სხვაგან არაფერი, გულისრევი შექმნება და დისკომფორტი. ჩავდივართ საყლაპავიდან კუჭიდან 12 გოჯანაწლავში და იქიდან უკვე ვიწყებთ კვლევას, ხო? გავბერავთ 12 გოჯანაწლავს, ხო? დავათვალიერებთ კედლებს, გადავიღებთ სურათებს, ამოვართ შემდეგ კუჭსაც გავბერავთ, ჰაერს შევიყვანთ, ხო? დავათვალიერებთ კუჭის ლორწოვანს, შემოვტრიალდებით, ნახავთ იქ არის ხომ არ არის, რამე ხომ არ არის, ხო? გადავიღებთ ისევე სურათებს, კარგად კუჭს კიდევ შევტრიალდებით, კარგად სურათებს გადავიღებთ, თუ საჭირო იქნება, თქვათ, აი ბიოპსიური მასალის აღება დაგჭირდა, ხო? იქ არის მაგის რეკომენდაციები, შემდეგ მოგიყვებით ბიოპსიის შესახებ. ავიღებთ ბიოპსიას, ჰაერს ამოვქაჩავთ და ნელ-ნელა ამოვალთ, დავათვალიერებთ ამოსვლისას საყლაპავს კარგად და ამოვალთ, დამთავრდება ეს კვლევა. ნუ როგორც წესი 1-5 წუთი მაინც უნდა მინიმუმ. ხო, თუ მე რაღაც იქ ცვლილებები ვნახეთ, შეიძლება უფრო მეტი, რომ დეტალურად იქნას შესწავლილი. რა თქმა უნდა, ეს აპარატურაზე არის დამოკიდებული, როგორ აპარატურას ვიყენებთ. თუ ვიყენებთ, თქვათ, ძველი თაობის აპარატურას, იმიტომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, იქ ცოტა ბუნდოვნად მოჩანს ხოლმე, არ არის ეს კარგი გამოსახულება ღიაფერის. აი, ხომ იცით, რომ აი ტელეფონი, ძველი ტელეფონით რომ გადაიღოთ ახლა სურათი და ახალი ტელეფონი და შეადარეთ, ხო? აი რომ სადღაც დეტალები სად ჩანს და სად არ ჩანს. აი დეტალები ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ეშმაკი ხო იცით, როგორც წესი დეტალებშია, ხო? ამიტომ არის მნიშვნელოვანი თანამედროვე აპარატურაზე გაკეთება ამ კვლევის. ეს ძველი აპარატურაზე შეიძლება ვერ დაინახოთ და ამიტომ იქ ბევრი დრო კვლევისათვის არ დაგჭირდებათ, ხო? თანამედროვე აპარატურაზე უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ, რომ ყველაფერი იქნას დეტალურად შესწავლილი. კარგით, ეს რაც ეხება ფხიზლად გაკეთების ამ კვლევით. დამიჯერეთ ძალიან უსიამოვნო კვლევა არის, იმიტომ რომ პაციენტი მოდის, მე ვეუბნები, რომ თუ ასეთი ჯობია, რომ დაძინებით გაიკეთოთ მეთქი, მაგრამ პაციენტი არ მეთანხმება, მე კვლევის შემდეგ თვითონ ამბობს, რომ შემდეგ თუ დამჭირდა კვლევის ჩატარება, აუცილებლად დაძინებით გავიკეთებ. კარგით, ახლა გადავიდეთ დაძინებით რა ხდება. დაძინებით, როცა ვიკეთებთ, ანუ ინტრავენური ანესთეზიით, ანუ რაში მდებარეობს ეს დაძინებით ეს კვლევა. ანესთეზიოლოგი, ანესთეზიის სექტანი აიღებს თქვენს ვენაში ჩადგავს პატარა კათეტერს, რბილ კათეტერს და შემდეგ შეყავს წამალი, სპეციალური პროპოფოლი ქვია, სომნოფოლი. პაციენტი იძინებს, ჩვენ ვაკეთებთ კვლევას და როგორც კი დავამთავრებთ კვლევას, პაციენტი 1-5 წუთში იღვიძებს, როგორც წესი. თქვენ კვლევის წინ აუცილებლად გაგესაუბრებათ ანესთეზიოლოგი, ნუ რაღაც ჩივილები ხომ არა გაქვთ გადატანილი დაავადებები, ოპერაციები და ასე შემდეგ, ყველაფერს გაგესაუბრებათ, ალერგია ხომ არა გაქვთ და ასე შემდეგ. და ამის შემდეგ მოხდება უბრალოდ თქვენი ეს ინტრავენური ანესთეზიის წარმოება. ხო, ასევე რა არის კიდევ მნიშვნელოვანი? აი ეხლა რაც ჩამოვთვალე ზემოთ, ხო, აი სიფხიზლის მდგომარეობაში, ხო, პაციენტი ფხიზლად რო იკეთებს ამ კვლევას, ის შეგიძლიათ ყველაფერი დაივიწყოთ, იმიტომ რომ ანესთეზიით პაციენტი როცა იკეთებს ამ კვლევას, საერთოდ არაფერი არ აწუხებს, ძინავს მშვენივრად, ხედავს სიზმრებს და რო იღვიძებს, გვეუბნება ხოლმე ასეთ რაღაცას, რომ არ შეიძლება რომ ეს პრეპარატი ამ სახლში გამატანოთ და კიდევ დამიმატოთ, ასე კარგი ხანი არ მძინებია და ასე შემდეგ. ანუ სრულიად ისეთი კვლევა არის რა, კვლევა ტარდება სრულიად უმტკივნეულოდ და უდისკომფორტოდ. ხო, თვითონ ეს პრეპარატი, სომნოფოლი ან პროპოფოლი, ბევრს არაფერს არ შეიცავს, ისეც ალერგიულს, იქ შეიძლება შეეკითხოთ კვერცხისცილაზე თუ ხართ ალერგიული, ხო? ან რძეზე, ან თაფლზე, ხო? აი მაგაზე შეიძლება შეგეკითხოთ ანესთეზიოლოგი. თუ არა, თუ ალერგიული რომც იყოთ, რაღაც პატარა ალერგია გქონდეთ, მაშინ გაკეთდება ადრენალინი, დექსამეტაზონი, ანუ კვლევის წინ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თქვენ ალერგია არ მოგცეთ კვლევის შემდეგ. შედეგად და ამიტომ რამდენიც ვაკეთებთ ახლა ხო, რამდენი წელია ვაკეთებთ, არანაირი ისეთი რეაქცია, გართულება და ასე შემდეგ არ მოყოლია და ისეთი
მეკითხებიან ხოლმე თუ გავიღვიძებ და რაღაც რა თქმა უნდა გაიღვიძებ და თქვენი ფეხით წახვალთ სახლში. ოღონდ კვლევის შემდეგ დაძინებით როცა იკეთებთ, ხო, 9 საათი არ შეიძლება სითხის მიღება, ხოლო 2 საათი არ შეიძლება საკვების მიღება, იმიტომ რომ შეიძლება გულის რევის შეგრძნება გქონდეთ. ამიტომ და ასევე იმ დღეს ვერ მართავთ საჭეს, საჭესთან ვერ დაჯდებით, იმიტომ რომ შეიძლება ჩაგეძინოთ რულზე, ან ყურადღება გექნებათ მოდუნებული. ამიტომ იმ დღეს ჯობია ვინმე გახდეთ თან მოხვალთ იმასთან ერთად კვლევაზე და ერთად წაგიყვანთ სახლში და იმ დღეს დაისვენებთ. თუ დაძინებით იკეთებთ ამ კვლევას. კიდევ რისი თქმა გვინდოდა კვლევის შემდეგ, რა თქმა უნდა, ექიმი გაგესაუბრებათ, მოგცემთ დასკვნასაც მოგცემთ, სურათებსაც მოგცემთ, სურათების დისკს, თუ ვიდეოს იღებს, ვიდეოს დისკს მოგცემთ და რა თქმა უნდა, მოგცემთ რეკომენდაციებს. შემდეგ იმის დამიხევით, თუ რას ნახავს იქ, ვისთან უნდა წახვიდეთ, რა უნდა გაიკეთოთ და ასე შემდეგ. ну, ეს არის პრინციპში რაც უნდა მეთქვა. გისურვებთ ჯანმრთელობას, გახსოვდეთ რომ აუცილებლად დღეს თუ დაზოგავთ პროფილაქტიკისთვის ხვალ 100 მაგად გადაერთით მკურნალობაზე. ნახვამდის, ძირაფაშა, ხო ჩამთ.